მოგესალმებით ყველას. დღემშვიდობისა ვართ ჩვენ 7-ზე ფეხბურთის ასოციაციის არენაზე, სადაც იმართება ბეთლავი მასტერლიგა 3-ის დასკვნითი თამაშები. უნდა გამოვლინდეს გუნდები, რომლებიც ითამაშებენ საჩემპიონო პლეი-ოფს. მანამდე კი როგორი ფუსფუსი მიდის ჩვენს საორგანიზაციო სტაფში, მინდა რომ განახოთ შიდა სამზარეულოც. წამომყევი. კომო ვინც არის ის ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის ცნობადი სახეა. კომო ყველა გუნდის გულშემატკივარია, მოკლედ და ძალიან მაგრად გვიყვარს და ჩვენი ლიგის თილისმაა და ჩვენი ოჯახის წევრია. აქვე არ შემიძლია რო არ წარგედგინოთ ძალიან მაგარი ადამიანი მურთაზე, რომელიც არის ჩვენი სოციალური მედიის მენეჯერი, სადაც დიზაინებზე და ყველაფერზე მურთაზე მუშაობს. აქვე საორგანიზაციო საკითხებში გვეხმარება და ასევე არის ერთ-ერთი გადაცემის YouTube-ზე, სადაც შექმნა მურთაზემ და წამყვანიც არის ერთ-ერთი ძალიან მაგარი კარგი გადაცემის. ეხლა შიგნით როგორ ემზადებიან ჩვენი ორგანიზაციის სტაფის წევრები. ბიჭებო, გამარჯობათ. აგერ ჩვენი ლიგა 3-ის მენეჯერები, ჩემთვის საყვარელი ადამიანი გენლიხოვიჩი, რომელიც ჩვენი დოქტორია, ჩვენი ლიგის. აქვე ჩვენი არბიტრი არჩილ კოკაია და ჩვენი ბიჭები, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ იმ ყველაფერში, რასაც ვაკეთებ და შაბათ-კვირას ატარებენ 24 თამაშს. ბიჭებო, დღეს რა თამაშები გვაქვს? აბარო თქვენს უთხრათ, რამდენი თამაში გვაქვს? ხრიმო. დილიდან მზადყოფნაში ვართ, დღეს 12 თამაშს გავმართავთ, ხსნით TTC ფესვების თამაშით. 12 საათიდან 11 საათამდე მოკლედ აქ ვართ. ანუ დღის განმავლობაში გვაქვს 12 თამაში. შოთი რა განწყობაა? ჩვენიერი განწყობაა დიდებული. სუკა რა სიტყვი? არაჩვეულებრივი შემართებით გავუძღობთ დღევანდელ დღეს. მოკლედ ბიჭები, აქვე ჩემთან ერთად არის როსტოფ არცვანია, ჩვენი საფეხბურთო სკოლა ბრიჯის მთავარი მენეჯერი და მწვრთნელი. მოკლედ, აი ვხედავთ ძალიან ლამაზ ფორმებს, სადაც ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მაისურებია და აქვე მინდა განახოთ მილანის ლეგენდების მატჩზე, ვინც იყო მილანის ლეგენდები, რავი, კაკადან დაწყებული რივალდო, რა ყველას ხელმოწერა არის. და ცალკე გვაქვს ასევე ცალკე გვაქვს აი რონალდინიოს ხელმოწერილი მაისური. პირადად მისი ნაჩუქარი. მოკლედ გეტყვით იმას, რომ დღის განმავლობაში გვექნება 12 თამაში, შაბათს ასევე 12 თამაშია ბიჭებო კვირას, ხო? 24 თამაში ვატარებთ კვირაში ხოლმე, ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად ჩატარებული მატჩები და რა თქმა უნდა, ეხლა კი გავესაუბროთ ფესვების ჩვენ ქართველ ძმებს, რომლებიც სამშობლოში ფერეიდანელი ქართველები არიან და გავესაუბროთ თუ როგორი სიტუაცია აქვს გუნდში, როგორ ახერხებენ ვარჯიშს, თამაშისთვის მომზადებას და ასე შემდეგ. რა შემდეგ გვექნება კიდევ საინტერესო თამაში, საინტერესო სტუმრებით, რომლებიც აუცილებლად ჩაეწერებიან და ვისაუბრებთ ზოგადად ჩემპიონატთან დაკავშირებით და თავიანთ გუნდში სიტუაციასთან დაკავშირებით. კარგით. აბა ვნახოთ უშუალოდ მოედანზე რა ხდება. გავესაუბროთ ეხლა უკვე ფესვების ფეხბურთელებს, ჩემთან ერთად არიან ჩვენი ფერეიდანელი ძმები, ჩვენი ქართველი ძმები, სადაც ჩვენს დედაქალაქში თბილისში ცხოვრობენ. ბიჭებო, ძალიან საამაყოა პირადად ჩემთვის და ჩვენი ლიგისთვის, რომ ჩვენ ლიგაში ასპარეზობთ და ძალიან კარგად და სახელოვნად, ასე ვთქვათ და მიხარია, რომ თქვენ გუნდს ფესვები ქვია და ესეც მნიშვნელოვანია, რომ საიდანაც მოდის ჩვენი ფესვები, ზუსტად იქ ვართ ეხლა რა და მინდა რომ ამისთვის მადლობა გითხრათ. ზოგადად თქვენთვის რას ნიშნავს საქართველო, რა არის თქვენთვის საქართველო ზოგადად მინდა პირველი ეს კითხვა დაგისვათ. საქართველო რა თქმა უნდა ჩვენთვის ნიშნავს ის ქვეყანა, რაც ჩვენ ისტორიას უკავშირდება, ჩვენ გენეტიკას და
როცა ვიბადებით უცხო ქვეყანაში და მე ნელ-ნელა რო ხდებით, რომ ჩვენ რაღაც განსხვავებული ვართ, განსხვავება გვაქვს და მე ხდებით დროთა განმავლობაში ასაკით, რომ ვიზრდებით, ხდებით, რომ ვეკუთვნით სხვა ქვეყანას და იქედან ვართ, ეგ რა თქმა უნდა, ისეთი გრძნობებს ქმნის ადამიანში, რომ მარტო უნდა რომ ჩვენს ადგილზე იყოთ, რომ გამოცადა. დია. და ეგ დაბრუნება ჩვენთვის ძალიან ბედნიერებაა. დიდი ბედნიერება. მოკლედ, შენც მინდა რომ მოიწო ჩემსკენ. მიდი შევცანო. რას ნიშნავს საქართველო, რას ნიშნავს იყო საქართველოში ცხოვრობდე და რას ნიშნავს რომ აი ამ ჩვენი ძმობა, ჩვენი ისტორიის ერთი ქვეყნის შვილები ვართ, რა თქმა უნდა, ისტორიამ ძალიან დიდი ტკივილი მოგვაყენა ზოგადად. მაგრამ მაინც ვაგზელებთ ამ ისტორიის წერას. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას ვიხდით. ანუ ჩართვისთვის და ჩვენ ახლა ბავშვობიდან რაღაც მოհომთქო. შენ როცა დაიბადები სხვა ქვეყანაში და ანუ ახლა ჩვენთან არის ჩვენი ის თაობა ვარ, რომელიც ციცარტყელას ქეში გავიარეთ და საქართველოში მოხვდით. ეს ბავშვობიდან სულ ჩვენთან ეს იყოფა და ყველა ზღაპარის ბოლოს ეს არის საჩუქარი, რომ საქართველოში მოხვდები და საქართველოში იცხოვრე. რა, ჩვენ ის ნაწილი ვართ, რომელიც ჩვენი ოცნება გავიარეთ რა. და მაგაზე მეტი რა, ხა ვინც ფეხბურთი უყვარს და თავიდანაც ხო ფეხბურთს თამაშობდით ჩვენ და ფეხბურთის სიყვარული. მეორე ეს მიზანი ის იყო, რომ აქ დავიწყოთ ფეხბურთი და მადლობა თქვენ და ამ ბიჭებს, იმიტომ რომ ჩვენი ძალიან ძვირფასია ჩართვება, ანუ გაერთობა აქაური ქართველებთან. მადლობა ბიჭებსაც კითხოთ ერთი-ორი სიტყვა ბიჭებო. რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო და თამაშობდე აქ საქართველოში და აგორებდე ბურთს მოკლედ. პირველ რიგში მოგესალმებით. საქართველო ჩვენთვის ნიშნავს ჩვენი ერთადერთი სამშობლოს, სადაც იქ ვგრძნოთ თავს მშვიდად, სადაც იქ ვგრძნოთ იმას, რომ იქაური ვართ და ჩვენიანია და აი შევძლებთ, რომ რაც შეგვიძლია, როგორც აი მამის სახლში რომ მიდიხარ, რა გრძნობას გაქვს ჩვენთვისაც საქართველო ზუსტად ამას ესეთი გრძნობაა ჩვენთვის. ენაცო. ეხლა შენთანაც მინდა რომ ორი-ორი სიტყვა მეც გითხრა. აქ საქართველოს ჩემს სამშობლორი და ძალიან მიხარია რომ აქ ცხოვრობ და რომ სკოლაში მივდიოდით, მითხრეს რომ ეს რა გვარია, რომ აქ იოსელიანი გვარი მყავს და ეს იყო რომ ვითხარით იოსელიანი. კი, ქართველი ვარ და პრინციპში რამდენი იოსელიანი ხართ გუნდში? 4 იოსელიანი არის გუნდში. და მე მასწავლებელი მითხრა რომ რა გვარი გაქვს და ესე ქართველი ვარ და რომ ეხლა ძალიან მიხარია რომ აქ ცხოვრობ და ფეხბურთს თამაშობ და ბიჭებთან და ისო ძალიან კარგი. სპონსორზე რომ მითხრათ, თქვენი სპონსორი დრესაპი, ხო? დიახ, ჩვენი სპონსორი ძალიან ისეთი, დრესაპია, კი. აქ გამოვიყენებ ამ დროს და მადლობას გადავხდი იმათაც, იმიტომ რომ 2 წელია გვერდში გვიდგანან არ ნებისმიერ მოთხოვნის გარეშე და გვერდში გვიდგანან ყველანაირად და ძალიან მინდა რომ მადლობა გადავხადო იმათ. ყოველთვის ფერედნელების გვერდში არიან სხვადასხვა პროექტებშიც. წარმატებები. ფეხბურთის სხვადასხვა პროექტებშიც. წარმატებები თქვენს სპონსორ კომპანიას და რა თქმა უნდა თქვენთან ერთად წარმატებები ბიჭებო. ეხლა გადაიღებენ ბიჭები გუნდურ ფოტოს, მე მანამდე მოწინააღმდეგე გუნდსაც გავესაუბრები და მე უკვე თამაშის მომენტებსაც აუცილებლად ვიხილავთ. ეხლა უკვე მოწინააღმდეგე გუნდზე გადავიდეთ, სადაც ფესვების მოწინააღმდეგე იქნება დღეს TTC. ჩემთვის უსაყვარლესი გუნდი ნამდვილად, იმიტომ რომ TTC ჩვენს ლიგაში ძალიან დიდი ხანია ასპარეზობს და მინდა ჩვენი ძმები გაგაცნო. შენ გენაცვალე დავით, ჩემი უფროსი მეგობარი, რომელიც წლებია მოკლედ ამ საქმეში გვერდში უდგას თავის კომპანიას, თავის თანამშრომლებს, თავის მეგობრებს და აქვე ჩვენი კაპიტანი, რომლებიც ხო ზოგადად რა თქმა უნდა ფეხბურთს. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენმა მაყურებელმა, ჩვენმა ოჯახის წევრებმა, დიდმა ოჯახმა, სადაც მასტერლიგა გვაერთიანებს, მინდა იცოდეს თუ რა არის, ასე ვთქვათ, TTC
კომპანია არის თბილისის მერის დაფუძნებული სატრანსპორტო კომპანია და მინდა რომ უბრალოდ დაწვრილებით რაც შეიძლება მოკლედ რომ თქვა მაქსიმალურად ვიცი რომ მოკლედ რაც შეიძლება, მაგრამ ცოტა ძნელია ვთქვათ მოკლედ. ფაქტობრივად სატრანსპორტო კომპანია არის საბუზიტე ბარათი თბილისის რამე თუ სტუმარია მასპინძელია ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობს და მოგეხსენებათ ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიწის ზემოთ, მიწის ქვემოთ, ჰაერში, საბაგირო, მეტრო, ავტობუსი. ყველაფერს ჩვენ მოგეხსენება და თითქმის ეს ჩემი ფეხბურთელების ყველა წარმომადგენელია ამ თემის და ამ სფეროსი. მაგალითად ყავს მემანქანეები, ლიანდაგის ხელოსნები, ელექტრიკოსები და ამ ზოგს გონია ტყუილი და თან წარმოიდგინეთ რა რთული სამუშაო პროცესია, როდესაც ღამეებს ათენებ. ეს შრომობ მიწის ქვეშ. არა, ჩემთვის მართლა წარმომუდგენელია რა. მთელი აზრის იყო, როდესაც ჩვენ შევქმნით, გონი 2012-ში შევქმნით, ესე სიმბოლურია. არა, ხო 12-ში შევქმნით და მადლობა ღმერთს, მაშინდელი ხელმძღვანელობას, ნებისმიერ ხელმძღვანელობა ყოველთვის გვერდში გვიდგას, მეტნაკლებად რა თქმა უნდა. ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჯანსაღი ცხოვრების, იმიტომ რომ ძალიან რთული არის ისეთი ცხოვრების წესი გაქვს. ცოტა თუ არ გაალამაზე, გააფერადე და სპორტული ხო, ჟინი განტვირთვა და მადლობა ღმერთს და მეც ახლა შენ კითხვი რომ ასაკშო, მაგრამ რა არის ხა 53 წლისა, აი რა. ის არის ის მოთამაშე, მენეჯერი, გუნდის ყველაფერი არის დავითი და მინდა რომ ამისთვის მადლობა გითხრა. გაიხარე. სხვათა შორის მოწინააღმდეგეებს ვეუბნები რომ ჯერ ამათ მოუგე თუ მოუგე მე მეგეთამაშე. სხვათა შორის ძალიან მაგრად თამაშობდა ახალგაზრდობაში. კიდევ ძალიან ბევრად მაგრად თამაშობდა ბიჭებო თუ არ იცით? მე ვიცი და მახსოვს. ეხლა კი გუნდის კაპიტანთან გადავა. ცალსახად. მოკლედ, კაპიტანო, რა არის ზოგადად ის რომ აქ მოსვლა და თამაში გიხარია და ის განტვირთვას და იმ ყველაფერსაც დავითმა აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად თქვენთვის, ბიჭებისთვის, პირადად შენთვის და შენი გუნდის სახელით რო გითხრა. კი ბატონო, გამოგხდა. კი. ზა ისეთი მნიშვნელოვანია, აი კვირიდან კვირამდე ბიჭები ვარჯიშებზე ხა დიდი იმდენი ის არა გვაქვს, მაგრამ როცა ვიკრი კვირაში 2-ია თუ რაღაცა, იმ თამაშისთვის ვემზადებით, რომ აი ამ ტურნირზე რაღაცა ჩვენი ზალა ვაჩვენოთ მაქსიმალურად და ეს აი ერთი დღე არის კვირაში ეს თამაში, როცა გვაქვს ხოლმე ძირითადად და ამ ერთი დღისთვის რავი მთელ გულს და სულს ვდებთ, რომ აქ მოვიდეთ და ესე ბიჭები ერთად ჩვენი სიყვარული, ჩვენი ყველაფრით ვითამაშოთ და შედეგი ვაჩვენოთ და როგორ გამოგდის და რანაირად ეგ მეორე საკითხია, ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად ძალიან 2021-ში კი მოვიგეთ ტურნირი და იმის მერე აი ვცდილობთ რომ რაღაც ცოტა ის ძველი ფორმა დავიბრუნოთ. მეორე ლიგა მოიგეთ მაშინ ძალიან ისე მაგარი ტურნირი გამოდგა. დიდი მადლობა ამ ტურნირს, რომ აი ესეთ შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ ახლა ბიჭებს, რომელიც ყველას ოჯახი ყავს, ის მუშაობს მთელი ეს და ესეთი განტურთვის ძალიან დიდი საშუალებაა და ჯანსაღი ცხოვრების წესი პირველ რიგში ძალიან მივესალმები და ძალიან კარგი და დიდ წარმატებას გისურვებთ. მოკლედ ეხლა თამაშისთვის მზად ხართ ბიჭებო, აღარ მოგაცდენთ იმისთვის, რომ ყველაზე მთავარი თქვენთვის არის ფეხბურთის და ბურთის გორება და აბა ბიჭებო, წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი პატივისცემა თქვენ, ჩემი და ზოგადად ჩვენი გუნდის სახელით და მინდა რომ ის სამუშაო საათები, რომლებიცაც თქვენ გადიხართ მთელი დღის განმავლობაში, კვირის განმავლობაში და წლის განმავლობაში, აქ აქციოთ რაღაცნაირად დღესასწაულად და ამისთვის ძალიან დიდი ბოდიში მოწინააღმდეგე გუნდს რომ ჩვენთვის დღესასწაულად ვაქცევთ. კარგი, მოკლედ ნახოთ თუ როგორ თამაშობენ ბიჭები და დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი თამაში გელოდებათ. მოკლედ როგორც ვნახეთ, დასრულდა შეხვედრა ფესვების გამარჯვებით, ილოცავთ გამარჯვებას. ჩემთან ერთად არის
გიო ჯინჭარა, ესე იცნობს ჩვენ ლიგაში. ჩვენი ოჯახის წევრები, გოლკიპერი, კაპიტანი, ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ჩვენს ლიგაში დიდი ხანია გიო ასპარეზობს და ძალიან კარგად და შალად ასე ვთქვათ შეინახა კარი და გუნდსაც დაეხმარა გამარჯვებაში. ფესვებს ულოცავ გამარჯვებას, წარმატებებს გისურვებ და შენ კიდე საუკეთესო ფეხბურთელის აი ამ წარმატებას რამდენ ფეხბურთელში რომ მეკარეს დაასახელებენ ძალიან მნიშვნელოვანია. რა სიტყვი ზოგადად რა თამაშთან დაკავშირებით ჩემპიონატთან და მოკლედ რომ აღწერო ეს ამბავი, იმიტომ რომ პლეი-ოფები მოდის რა. კი, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო ჩვენთვის, ეხა გამარჯვება გვჭირდებოდა და მოვიპოვეთ გამარჯვება, მაქსიმუმი ჩავდეთ და შედეგი დავდეთ რა, რაც გვინდოდა, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ. რომელ ადგილზე ხართ თქვენ ეხლა? თუ ჩვენი კონკურენტი გუნდი ვერ მოიგებს, მე-4 ადგილზე გავდივართ და ვეთამაშებით მაინც მე-5 ადგილოსაც რა, ანუ ვფიქრობ, რომ ანუ არ იცვლება მაინც რა მაგ ყველაფერს რა შედეგი. გასაგები. კაი, მოკლედ წარმატებებს უსურვებ გიოს და მის ბიჭებს. ეხა კი ნახავთ მორიგ თამაშს, რომელიც გაიმართება დიპლომატ ჯორჯია და ევექსი ეთამაშება ერთმანეთს, გავესაუბრებით გუნდებს და ეხა მინდა გაგაცნოთ ორი ადამიანი, რომელიც არის ევექსის გუნდის წარმომადგენლები, ერთი როგორც მოედანზე, კაპიტანი, ერთი რომელიც გუნდს მენეჯერობას და ასე ვთქვათ მწვრთნელობას უწევს. მადლობა ბიჭებო, თქვენი გუნდის აი ესე წარმოჩენისთვის, იმიტომ რომ მე ვიცი რომ წლებია თქვენ თამაშობთ ჩვენ ჩემპიონატში და საკმაოდ კარგად და ღირსეულად გამოდიხართ. თქვენგან დავიწყებთ, როგორც გუნდის მენეჯერისგან, როგორია გუნდის ხედვა, ზოგადად რა მიზნები აქვს გუნდს და როგორ ემზადებით ყოველი თამაშისთვის? ყოველი თამაშისთვის ემთუთიას მითვებზადებით პირველ რიგში და ოპტიმისტურად გვინდა გადასვლა შემდეგ ლიგაში, რაც თავარია რა. და მუშაობთ მაგ ყველაფერს, უკვე მესამე წელია და იმედია კარგად დავასრულოთ ამ ყველაფერს. ეს ევექსი სპონსორია თქვენი თუ ზოგადად თანამშრომლები არიან? ნაწილი თანამშრომლები არიან, თან სპონსორია ევექსი. არის. აბა გადავალო, როგორც უშუალოდ მოედანზე ჩართულ ადამიანთან, მინდა რომ ვკითხო, როგორია იყო გუნდის მონაწილე, კაპიტანი, ფეხბურთელი და ზოგადად ამ ჩემპიონატის აი როგორ შეაფასებდი რა დონის ჩემპიონატია? ჩვენ ვაფასებთ სამართლიანობას გუნდში, ყველა თანაბარია, კაპიტანი შეიძლება ფორმალობა იყოს, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება ის ლიდერული სჭირდებოდეს. როგორც ბაკომ აღნიშნა, უკვე ჩვენ 3 წელია გამომდივარ და ყველა წელს გვაქვს პროგრესი, ანუ ყველა წელს უფრო მაღლა გავდივარ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მაღლა გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა. კაი ბიჭებს, მოკლედ აღარ მოვასწენ წარმატებები, კაი თამაში, კაი შემდეგი ეტაპი და ეხლა უკვე გადავიდეთ მოწინააღმდეგე გუნდთან. აი ნახოთ როგორ ემზადება დიპლომატ ჯორჯია. აღნიშნული თამაშისთვის ახლოდან მოიწიეთ რომ გავაცნოთ ჩვენი ბიჭები, ჩვენი ლიგის. ნუკრი, 2 წუთი უნდა მოგასტინოთ და მე არ ჩავერევით თქვენ შიდა სამზარეულოში. რომ მოიწიო 2 წუთით. ჩემთან ერთად არის ნუკრი ჭუმბურიძე, გუნდის მენეჯერი. ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მაგარი ადამიანი, ფუტზალის ნაკრების ფეხბურთელი, გილოცავ პირველ რიგში ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. ძალიან დიდი ამბავია. მადლობა რომ ესეთი ჩართული ხარ და ესე უძღვები გუნდს და საკმაოდ წარმატებით და მინდა შეაფასო შენი გუნდის და ზოგადად ჩემპიონატის დონე. ნუ ჩემპიონატის დონე პირველ რიგში რაც შეიძლება თქვა რომ ყოველ წელს რა ვიცი ძალიან დონე უფრო და უფრო იმატებს, რაც შეეხება ჩვენი გუნდი ასპარეზობს მესამე ლიგაში და სულ არ ვთვლი რომ რაღაცა ისეთი ის არის, დონე ისეთი აწეულია რომ რა ვიცი, სერიოზული გარჯა უწევს ყველა გუნდს რომ თითო ქულან მოგება მოიპოვოს და რაც შეეხება ჩემ გუნდს ვიბძვით ასე თუ ისე მაღალი მიზნებისთვის და რა ვიცი, ვცდილობთ ყოველ თამაშზე და ყოველ ტურში რომ მოუმატოთ რა და აი ეხა პლეი-ოფები მოახლოვდა და რა ვიცი ძალიან გვინდა რომ სასურველ შედეგს მივახცილებთ რა. მოკლედ წარმატებებს გესურვებ ჩემო
ნუკრი მე მინდა რომ ზოგადად როგორც აქ მენეჯერი წარმატება გისურვო, ასევე იქ სადაც ევროპის ჩემპიონატი გელოდებათ, ფუტზალის ჩვენი საქართველოს ნაკრების წარმატება მინდა რომ ერთად გავიზიაროთ, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფუტზალის ფეხბურთელები ჩართულები არიან ჩვენთან და ასევე იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, სადაც მენეჯერის გზაზე აუცილებლად მადლობა თქვენ რომ ვეჭით გომას ძალიან გძნობთ, გაიხარეთ. ბიჭებიც აი ესეთ მზადყოფნაში არიან, მე გეგას მინდა დაუძახო. გეგა ჯაში, ალბათ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცნობილი ფიგურაა. მადლობა რომ ჩვენთან თამაშობ გეგა. მადლობა რომ ესეთი ტურნირი გავაკეთეთ ზოგადად, იმიტომ რომ გეგა ძალიან ბევრ პროექტებს აკეთებს YouTube-ზე, TikTok-ზე და კიდე ბევრ უამრავ პლატფორმაზე, ხო? ძალიან მაგარია, აკო. ყველაზე მაგარი ტურნირია, რაც კი არსებობს საქართველოში სამოყვარულო ლიგებს შორის. შემდგომ არის საყვარელი ჩემპიონატი, დროის გასატარება, თავისუფალი დროის რაღაცა მუშაობა ესა ყველაფერი კაია, მაგრამ დროის ტარება და გვინდა და განტვირთვა, ფეხბურთი ხო ნომერ პირველი არის და მე კიდე მასტერ ლიგა არის. კამპეტია. მინდა უთხრა ყველას ახლა იციან დარწმუნებული ვარ ახალგაზრდა თაობამ, მაგრამ ჩვენთან უფრო ყველა ასაკის თითქმის ადამიანები მონაწილეობას იღებენ. გეგა ძალიან მაგარი მოთამაშეა, მოედანზე სასწავლო რაღაცებს აკეთებს. ასევე YouTube ლიგაზე არის, ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, მეც ვითამაშე ერთხელ. კი, მახსოვს. და მინდა რომ გეგა წარმატება გისურვო ყველგან, სადაც არ უნდა იყო, ძალიან მიყვარხარ, დიდ პატივს ვცემ და აბა შენიცი, რა თქმა უნდა, ჩვენს ლიგაში ყოველთვის კარგი იქნება, რომ შენი დონის ფეხბურთელები იყვნენ ჩართულები და შენაერი მოტივირებული ადამიანები. აბა ბიჭებო, წარმატებები და კაი თამაში, ძმებო. ნახოთ აბა როგორ თამაშობენ. დარწმუნებული ვარ მესამე ლიგა ის დონია წეღან როგორც აღნიშნეს, რომ უმაღლესი ლიგიდან ნამდვილად არ განსხვავდება სათამაშო დონე, იმდენად აწეულია და ეს ყველა მოსულ ადამიანისთვის და ჩართულ ადამიანისთვის საგზნობლად აისახება მოედანზე და თუნდაც მოედნის იქით თუნდაც გულშემატკივრებით აღებული, იმიტომ რომ ყველა გუნდს ყავს თავიანთი კომპანია, გულშემატკივრები, რომლებიც გვერდში უდგანან და ამხნევებენ თავიანთ ბიჭებს და თავიანთ თანამშრომლებს და მეგობრებს მოკლედ რა. აბა ვნახოთ. დასრულდა დიპლომატ ჯორჯიას და EVX-ის მატჩი, სადაც 2-0 გაიმარჯვა EVX-მა, ულოცავ წარმატებებს უსურვებს შემდეგ თამაშებში. ეხლა ჩემთან ერთად არის ამირან ცხომარია, რომელიც ემზადება მომდევნო თამაშისთვის, სადაც გოლდპაკი ეთამაშება KTV ჯგუფს. მე მინდა რომ ამირანს უთხრა რომ რამდენიმე გუნდში მოღვაწეობს ამირანი და მინდა რომ ცხომარ შენი ზოგადად რამდენი გუნდის მენეჯერი ხარ, შენი ჩართულობა რამდენ გუნდშია რო გითხრა? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადო შენ და თელ ჯგუფს, რომლებიც ესეთ მაგარ საქმეს აკეთებ და რავი, რას სიამოვნებს და რას ვიყავთ იმით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ რა. მე რამოდენიმე გუნდის მწვრთნელი ვარ. გოლდპაკი, GVP, ბენე და სეტანტა. კი, მე 4 გუნდის მწვრთნელი ვარ. სამწუხაროდ რო არ მაქვს, თორე შეიძლება კიდე რამოდენიმე გუნდის დამატება, იმიტომ რომ ეს რა დიდ სიამოვნებას მაინჭევს და მართლა აი ყოველ კვირა ველოდებით, როდის თამაში იქნება და როდის სათამაშო დრო მოვა და დღემოა, რომ აი ეს სიამოვნება მივიღოთ რა. დღევანდელ თამაშსაც შეეხება ჩვენთვის უშუალოდ გადამწყვეტი მატჩი არის, როგორც ჩვენთვის ასევე KTV-თვის და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თამაში იქნება და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გამარჯვება დასრულდება. მოკლედ ჩვენ მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ამირან ცხომარია ფუტზალში წლების განმავლობაში თამაშობდა საქართველოს ნაკრები, ახალგაზრდული ნაკრები, რა ვიცი, ბევრი ისეთი მატჩი და საკმაოდ მაგარი, კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, ძალიან მაგარი მენეჯერია, მე რასაც ხედავ
ნამდვილად შეგიძლია რომ ხო ჩვენთვის ორგანიზატორებისთვის ასე ვთქვათ ფაქტორი ის რომ ამირანის ემოციურობა ხელი შემშლელი შეიძლება იყოს, მაგრამ ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია რაღაცა ჩარჩოებს რა თქმა უნდა არ უნდა გავსდეთ და ჩვენი მეგობრობა უპირველეს ყოვლისა მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ზოგადად ჩვენი გუნდი ძალიან დიდ პატივს ვცემს ხომარ შენს აი ამ გულით ჩართულობას რასაც ნამდვილად ბევრ გუნდში რასაც შენ ხელი მოკიდე და ასე ვთქვათ საქმე ბოლომდე მიიყვანე და ამისთვის მადლობას გეუბნები ეხლა აღარ მოგასცენ წარმატებებს გისურვებ ძმაო ყველა გუნდში და ყველგან სადაც არ უნდა იყო მოკლედ ეხლა იქნება აღნიშნული მატჩი და გავესაუბრებით ჩვენს მესამე ლიგის ორგანიზატორებს სადაც ზუსტად დეტალურად აღვწერთ თუ როგორ და როგორი პრინციპით მიმდინარეობს აღნიშნული ჩემპიონატი ეხლა კი გავესაუბროთ ლიგა 3-ის დელეგატებს, ხელმძღვანელებს, შოთის და დავითს. მადლობა ბიჭებო, იმ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი ლიგის განვითარებაში, შეტანილი წვლილისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის თავარი რაც არის იცხოვრე ფეხბურთით, ამ ადამიანებში არის და ზუსტად მაგიტომ ვქნით ამ ყველაფერს და ამიტომ არის ვფიქრობ წარმატებული და მე ვეტყოდი ჩვენს მაყურებელს, რომ დავით ჭღვიმიანი დმანისიდან დადის იმისთვის, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში. დავით, ვითხარი მესამე ლიგის გუნდების რაოდენობა და ნუ რა პრინციპით არიან ეს გუნდები გადანაწილებული ქვეჯგუფებში. კი ბატონო. ბეთლავი მასტერლიგა 3-ში მონაწილეობს 52 გუნდი, რომლებიც გადანაწილებული არიან A, B, C და D ჯგუფებში. თითო ჯგუფში არის 13 გუნდი. გასაგებია. კარგი, აბა გვაინტერესებს ის რომ შოთის ვკითხოთ თუ როგორი პრინციპით გააგრძელებენ ის ბრძოლას იმისთვის რომ ჩემპიონები გახდნენ. აბა რო გითხრა ისეც აინტერესებს ჩვენს მაყურებელს. პირველ ადგილოსანი პირველ წრეს ისვენებს პლეიოფს არ თამაშობს თავის ჯგუფში. მეორე ადგილოსანი ხდება მე-7 ადგილოსანს, ამ პრინციპით არის დალაგებული, შესაბამისად მე-3, მე-6-ეს და გასაგებია და ერთმანეთს მე მე-4, მე-5. მე ჯვარედინად A ჯგუფი ეთამაშება C ჯგუფის წარმომადგენლებს და ანუ პირველ ადგილოსანი ყველაზე მცირე დაბალ რეიტინგით რომელიც ვინც გავა იმას დაუპირისპირდება პირველ ადგილოსანი. გასაგებია. მოკლედ ძალიან ისეთი საინტერესო და კარგი პლეიოფები გველოდება. ბოლო ტურია თუ რომელი ტურია? ბოლოს წინა ტური იმართება დღეს. ბოლო ტური მე-13 ტური გაიმართება მომდევნო შაბათ-კვირას. წარმატებებს უსურვებთ მონაწილე გუნდებს. დაძაბულია ტურნირი მთელი ამ ხნის განმავლობაში და ნახევარფინალში გასული 4 გუნდი დაწინაურდება ლიგა 2-ში. გასაგებია. თვითონ დისციპლინარული სიტუაცია როგორ არის მესამე ლიგაში? აი როგორ გემორჩილებიან ბიჭები, როგორ აღიქვამენ ყველაფერს თუნდაც იმ ემოციებიდან გამომდინარე. თულია ეხა რომ დღეში 12 თამაში ჩაატარო შოთი და აბა როგორი სიტუაცია მაგფრივ როგორ გვაქვს? ზოგადად ჩვენთან მოწესრიგებული სიტუაცია და მეგობრული გარემოა და გათვალისწინება ერთმანეთის ანუ ერთი ოჯახი შეიკრა, ხო? ერთი ოჯახი არის მასტერლიგაში და რაღაცა მცირედი რაღაცეები შეელაპარაკება ფეხბურთს უხდება და ეგ ყოველთვის არის. მადლობა ბიჭებო. ჩვენს გვერდში ძალიან ბევრი ადამიანია ამ საქმეში, რომელიც არ ჩანს და კადრს მიღმა, ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ და მათ შორის ეს ადამიანები ჩვენ რა თქმა უნდა იცხოვრებ ფეხბურთით, მთავარი ჩვენი მოწოდება და ლოზუნგი ის არის და ასე ვიტყოდი, წინ ძალიან ბევრი საინტერესო თამაში იქნება, მე მინდა რომ
ყველა ფეხბურთის მოყვარულს უთხრა რომ მოვიდნენ, დაესწრონ, ძალიან კარგი სიტუაცია არის, ტრიბუნები, რომლებიც ახალი რეაბილიტირებულია და მაქსიმალურად ეცადეთ რომ ჩართულები იყოთ. რა თქმა უნდა, თუ ითამაშებთ, ეს იქნება ძალიან მაგარი, თუ არა და მოკლედ იცხოვრეთ ფეხბურთით და ითამაშეთ ბეთლაიმ მასტერლიგა. აბა წავედით და ძალიან ბევრი საინტერესო ამბებით დაგიბრუნდებით. კარგად ბრძანდებოდეთ.